კლასი, რომელიც უნდა გაქრეს ამ სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ მმართველი პარტიის წევრები. ჩვენი ამოცანაა გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვს დააბრუნოს ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და გაჭირვებაში. პრეზიდენტის შემდეგ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს პრემიერ-მინისტრი ემუქრება. ვანო მერაბიშვილის მიერ ახალციხეში გაკეთებულ განცხადებას უკვე მოყვა ოპოზიციის აღშფოთება. ხელისუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ბოლშევიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. Როგორ ესმით ქვეყნის პირველი პირების ნათქვამი მათ თანაგუნდელებს ნახეთ მახალ ჭკადუას რეპორტაჟში. ეს გრევის მოციქულები საიდან გამოწვია ნამდვილი მართლა მიკურს ამდენი წლიანი რომ ამდენი წელი ვაშინებთ და უცებ გაჩნდა კლასი რომელსაც გრევა უნდა უხარია მოსწონს და ამას გამოხატავს ქართულ პოლიტიკაში მტრული კლასი პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გურჯაანის იუსტიციის სახლის გახსნისას აღმოაჩინა. 2 თვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში გამოსვლისას პარტიას ამ მტრების გაქრობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაუსახა. დედაქალაქში კი გაირკვა, რომ მერაბიშვილი უმუშევრობასთან ერთად პოლიტიკური დინოზავრების დამარცხებასაც შეეცდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს პოლიტიკური რუქიდან წავშალოთ ის დინოზავრები, 90-იანი წლების დინოზავრები, რომელთა აჩრდილები ჯერ კიდევ დადიან თბილისის და საქართველოს ქუჩებში. ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის დინოზავრები ქართულ პოლიტიკურ არეალში. ვის როგორ ესმის კლასის გაქრობა მმართველ პარტიაში? ბატონო დავით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე განაცხადეს, რომ კლასის გაქრომაზე იყო საუბარი. რომელ კლასის გაქრობაზე საუბარი და რატო ლაპარაკობს საერთოდ ხელისუფლება კლასებს შორის დაპირისპირება? თუ გაინტერესებთ კონკრეტული კომენტარი გამოსვლაზე, უნდა მითხრათ კონკრეტული გამოსვლის ნაწილი და არა კონტექსტიდან ამოღებული ერთი სიტყვა. კონტექსტიდან ამოღებული ერთ სიტყვაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმავე კითხვამ სკოლა გაახსენა უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს, რომ კლასის გაქრომაზე ნაციონალური მოძრაობის თავშეყრაზე და ასევე მე მიშათავ ხელიზემაც გააკეთა ამაზე კომენტარი. და გითხრათ, რომელ კლასი არის საუბარი? მესამე კლასი. მესამე კლასის გაქრომაზე? აი ხო რა ის ეგა. ან როგორ გითხრათ? ვერ გავიგემეთქი რა, არ მინდა ამაზე კომენტარი. არ აკეთებ კომენტარი. გაცილებით სრულყოფილი პასუხი გაგვცა ნუგზარ ციკლაურის თანაპარტიელმა. ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პრინციპულად ვისთვისაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის არათუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ საერთოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ასეთი ხალხის არსებობა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში არის როგორც მინიმუმ ძალიან დიდი შეშფოთების წყარო. ნაციონალური მოძრაობის ბრალდების ადრესატის კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შენიშნავს, რომ კლასის გაქრობის შესახებ განცხადება პოლიტიკური რიტორიკის ჩარჩოს გასცდა. თინა ხიდაშელი ქვეყნის პირველი პირების განცხადებებს მუქარად აღიქვამს. ეს არ არის ლენინიზმის ნიშნები, ეს არის ჩამოყალიბებული ნეობოლშევიკური ხელისუფლება. ორი მთავარი იარაღი აქვს მას, ეს არის პოლიციური ძალადობა, ეს არის პროპაგანდა და ისე როგორც დიადი საბჭოეთის დროს, ეს ორი რამ იყო, პოლიციური ძალადობა და NKVD და პროპაგანდის იარაღი, პრემია, მთავარი ინსტრუმენტები ქვეყნის მართვის, ზუსტად ამ სტილში, ამ პრინციპებით მართავს ის დღეს ქვეყანას. კლასის გაქრობის მუქარამდე ნაციონალური მოძრაობისგან ქართულმა ოცნებამ ისეთი შეფასება განსაზღვრებები მიიღო, სადაც ძირითადად ჯოჯოები, მღრღნელები და მუმიები ფიგურირებენ.